საბოლოო ჯამში ამ ადამიანების უმეტესობა ამას ვერ ვიტყოდი მაგალითად ზია ამაღლობაზე, რომელიც ხორბლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას. ხო, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა. მე რამდენად ბატონმა ყობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა სად პოზიციონირებს ამ კონკრეტული ბრალდების საქმეში. მან საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რა დააბრალა ბატონმა ყობახიძემ მზიას გუშინდელი განცხადებით. მან დააბრალა მზიას, რომ ის მოქმედებდა დავალებით და შეკვეთით. ეს არის სრული სიცრუე და ეს არის სიცრუე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ ამას მზიას მხარე და დაცვის მხარე. არამედ ეს არის სიცრუე იმიტომ, რომ მზიას ბრალდების ფორმულირებაში არსად წერია, რომ ის მოქმედებდა ვინმეს დავალებით ან დაკვეთით. მისი ბრალდება უბრალოდ ამას არ ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი ბრალდების დადგენილების თანახმად, ისე როგორც ეწერია ბრალდების დადგენილებაში და ისე როგორც პროკურატურა ამას ამტკიცებს მიმდინარე სასამართლო განხილვებისას, მოქმედებდა პირადი მოტივებით ბატონი დგებუაძისადმი.